რა გზას გადის ტვირთი და ტვირთვიდან დაცლამდე თავისი გზით პარკინგით და სხვა მინიმალური ნიუანსებით. ესეც ჩვენი კომპანია. ჭერდებით რეგისტრაცია უნდა გავიაროთ აუცილებლად. Oh, hello. Here. You're here now? Okay. Go around. You come out here. 100 meters. And then left. This is the address. პირველი არ არის ასე რომ გაართულეს საქმე ავათხო და ახლა უნდა ვიწოწიალო. და აკვირთავენ. ვა, ჩვენ დაგასახარეთ 3 ტონა ტვირთი გვაქვს. ძალიან კარგი. და იყოს ოფისის. Hello. It's there, yes? Huh? Americo. Yeah, 26, door number 26. 26. Okay, thank you. On the side. Thank you. 26 ნომერზე უნდა დავდგე რამპაზე. მართალი ყოფილვარ, უმა შემოვედი, სხვა მხრიდან უნდა შემოსულიყავი იქანმა როგორ გამიხსნა, მაგრამ არა უშავს, რაც თავარია უკუსლით სიარულის დროს აუცილებლად უნდა ვადევნოთ ორივე მხარეს თვალყური. ესეც ასე მისია შესრულებულია. ამთავრებენ უკვე დატვირთვას. საგორავი აუცილებელია, თორემ მე ჭუჭუნოვენ. ამიძახეს დატვირთულია. ეხლა კარებებს დავკეტავ და წავალ ოფისში, აუცილებლად ზედნადები ტვირთის დოკუმენტები, ეგრეთ წოდებული CMR-ები უნდა გამოვარდნო. თორემ ისე არაფერ არ შეიძლება ტვირთის გადაზიდვა ერთი კოპიიდან მეორეში. გაყინულია. ძალიან ეს თავისი ჩაირთობა, ახლა ოფისში გამოვხავე მათ CMR-ებს თვითონ მომწემენ თუ მე უნდა დავწერო. ზოლზე. Hi, Chief. We don't sign your CMR, okay? Okay. You give me only this? I can give you a copy, yes. Yes? ესე იგი, იშვიათ შემთხვევაში ხდება ასეთი სიტუაციები, როცა კომპანია არ გაცემს CMR-ს. ლოგისტმა დაადასტურა, რომ არა უშავს თუ ხელმოწერა არ იქნება. ეხლა შეგვიძლია წავიდეთ. მე ძირითადად
Mercedes-ის მაპით დავდივარ, ტომტომით. დაცლის ადგილამდე მაქვს 219 კილომეტრი. დაახლოებით 3 საათის დროა. დღეს მომიწევს გაჩერება. სამწუხაროდ სადმე გერმანიაში რომელიმე პარკინგზე უნდა შევძვრე და ხვალე დილით 6 საათზე მაქვს დაცლა. ამ ყველაფერს ამ ვიდეოში ერთად ჩავწერ. მოვადექი გერმანიის საზღვარს. ბევრი კითხვები იყო ხოლმე საზღვრებს როგორ გადადიხართო და აგერ ეს არის მაგალითი. ეხლა გაჩვენებთ როგორი კონტროლია საზღვრებზე მინიმალური დოკუმენტების კეთება არ გჭირდება, რადგან ევროკავშირია და ევროკავშირის შიგნით საზღვრის კვეთა არ საჭიროებს არანაირ დოკუმენტაციას. მოდიხარ თუ არა, ასევე პარკინგზე აქვთ მოწყობილი საკონტროლო პუნქტი. ხელმარცხნივ არის პატარა ბუდკა, სადაც ძირითადად პატარა მანქანებს ამოწმებენ, ეკითხებიან რაღაცებს. ხელმარჯვნივ არის უკვე სპეციალურად ტრეილერებისთვის. ხელს მიქნევს რომ გავიარო. სულ ეს არის გერმანიის კონტროლი. დანიშნულების ადგილამდე დავჭა 10-11 კილომეტრი და ეხლა უნდა გავჩერდე. დავისვენ 9 საათი, როგორც ტახოგრაფი მოვადებულებს ტრეილერის მძღოლებს და ამის მერე გავაგრძელო გზა. ხვალე დილით 6 საათზე მაქვს დაცლა. გამოსაძინებლად ასე თუ ისე ნორმალური გულია, აქტოულია. და საშველოდ არაა საქმე. რამე ადგილის გამონახვა შეიძლება. ასე ისე დავდგეთ, რომ მეორე ტრეილერიც დაეტიოს ჩვენთან. ეს რა წინ სიცასე. გავშალე ფარდები მოუთოვია. ყოველდღიურად აუცილებელია მანქანას შემოუვაროთ, რამე ხო არ ჭირს, საბურავა ხო არ დაიშვა, რამე ნებისმიერი. თოვლი მოსულა და გარს შემოაღებს ახალი წელი მალე. ესეც ჩვენი კომპანია, მოვედი როგორც იქნა. უშევიდე დაცვა. Okay. Abladen. Das gibst du in Lager, wenn es fertig kriegst du wieder, kommst du wieder gehen, ja? Okay. გერმანული გაგებაში არა ვარ, მაგრამ ზუსტად გავიგე რაც მითხრა. ესე ჩემი რამპა ნომერი 6. ესეც ასე უკვე დაიწყეს დაცლა და უკვე ახალი ტვირთიც მომივიდა, შემდეგი ტვირთი იქნება ინგლისის ტვირთი. Ja, hab ich gesehen. Du bist Arabisch, oder? Arabisch?
ნო, ჯორჯია. Точно. Глай. ესეც ასე გამოიყურება სულ ყოფილი CMR-ი. მიმღების ბეჭედი და ის გადაგჩენია, ეს ყველაფერი გადავუგზავნოთ ჩვენ დისპეჩერს. ჩემ შემთხვევაში ლოგის კარებებს დავკეთო და ეგ არის. ესეც ასე. ასეთი იყო ჩემი ერთი ტვირთი. და წავალ მეორეს გადავიღებ. მადლობა ყურადღებისთვის და გამოიწერეთ ჩემი არხი.